აი მაგალითად მანქანით ხო ყველაზე გიმგზავრი მანქანას აქვს წინ საქარე მინა ხო აქვს სარკეც რომელი უფრო დიდია საქარე მინა ხო უფრო დიდია რითაც ჩვენ წინ ვიხედებით ეხლა პირიქით რო იყოს ეს სარკე რო ძალიან დიდი იყოს უკან რას გვაჩვენებს და წინ კიდე საქარე მინა ძალიან პატარა ხო რაღაც შეუსაბამობა იქნება რატო ამბობ უკან რაც იყო ჩვენი წარსული იმაზე იმდენად უნდა ვიფიქროთ რამდენადაც ის წინსვლაში დაგვეხმარება თუ ის რაც ჩვენ უკან მოვიტოვეთ ხეს გვიშლის წინსვლაში ეგ უკვე არასწორი ანუ უნდა დაივიწყო ის რაც აქამდე იყო სწორად მივხვდი შეკითხვას და სწორად მივყვები თუ აუცდი მაგრამ ადამიანმა როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს იმაზე კი არ უნდა იფიქროს რომ იქ რა დაემართა არამედ ის უნდა შეინანოს აი ქორწილში მივდივართ ტალახში ჩავარდით მაგრამ ამოვედით იმ ტალახიდან გამოვიცვალეთ და ქორწილში ვართ და ხა ჩვენ შეყვარებულთან ერთად შეგვავთ და რაზე ვიდარდო იქ რო ტალახში ჩავარდი თუ იმით გავიხარო რაც იქ ხდება ახლა ამიტომ უნდა დაივიწყო ესეც სახარებისეული სიტყვებია მოციქული პავლე ამბობს ესე იგი უკანასა დავივიწყებ და წინასა მას მივწდები ანუ დაივიწყო უკან რაც იყო შეინანო და დაივიწყო გინდათ სიკეთე იყოს გააკეთე სიკეთე გუშინდელი სიკეთე დღეს რას მოგიტანს აი გუშინეს გავაკეთე გუშინი და რა დღეს რა გააკეთე და ხარის გაკეთებას აპირებ ეგ არის გუში რომ შეცოდე რაღაცა შეინანე დღეს და ხალი ფიქრე იმაზე რომ გუშინდელზე იმდენად იფიქრე ამდენადაც ხვალინდელი გზის გამართვაში დაგეხმარება რომ კიდე არ ჩავარდე იგივე ცოდვაში თუმცა დარდი აი გუშინდელზე განსაკუთრებით ძალიან ისეთი მე როგორ ამბობს წმინდა მამა იცით ცოდვებზე ესე იგი გადამეტებული გლოვაო ამ პარტავნების ნიშანია და არასინანულის ამიტომ ჩვენ გვაქვს თითოეულ ჩვენი წარსული მეც მაქვს ჩემი წარსული რომელიც არ მომწონს მაგრამ მე იმაზე კი არ ვჯავრობ იქ რა იყო მე იმაზე ვფიქრობ ხა რა უნდა იყოს გესმით არ უნდა დავჭერთ ჩვენ წარსულში წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს მარადის საკუთარ თავზე მაღლა დაივიწყე რაც იყო და ეცადე ხვალ უკეთესი გახდე ზეგ უკეთესი გახდე რას მოგწევს იმაზე ჯავრი რა ეს მაშინ ეს მომივიდა უნდა შეინანო და დაივიწყო